თბილისში 7 საათში ყველა საბოის დაპყრობა? სიკიჟეა რა! Google Maps-ზე მონიშნული 22 ლოკაცია, 7 საათი, დაკეტილი რესტორნები, Google-ზე არასწორი ლოკაციები და უამრავი მოულოდნელი სირთულე. სირცხვილია, ბიჭო, სირცხვილია. მიზანი თითქოს მარტივია. შევუკვეთოთ თითო რაღაც ყველა რესტორანში. მაგრამ რეალური კითხვა ასეთია. მოვასწრებთ? ან გავუძლებთ? თუ დავნებდებით? დარჩენი ვიდეო მინდა, არჩენი არაფერი მინდაო. ეს არის ორშაბათი, მაგრამ ისეთი ორშაბათია, რომელიც დასვენების დღეა. ამიტომ გამოვედით ჩვენი ჩელენჯის გადასაღებად ცარიელ თბილისში. თან არის ძალიან კარგი ამინდი. ოღონდ თან ძალიან მშია. ქალაქის ერთ ბოლოში მივდივართ, რომ იქიდან გამოვუყვეთ საბოის რესტორნებს და ცოტა უნდა მოვითმინო. უზმოზე ვართ წამოსულები უზმოზე. ამაზე კარგი დღეს მე მგონი წელიწადში იშვიათად ვიპოვით. მოდი ახლა ჩვენ გავაკეთოთ პატარა ჩელენჯის ჩელენჯი. რამდენ ხანში შევძლებთ ყველა რესტორნის მოვლას თბილისში? ეხლა არის 12:30. მე ვფიქრობ, რომ დავამთავრებთ 7:30. ანუ 6 საათს იძახი? კიდევ უფრო გავართულოთ ჩელენჯი. მე ვიტყვი, მე 5 საათს ვიტყვი. ვინც მოიგებს 1000 ლარს. ერთი ჯიბიდან ამოვიღოთ და მეორე ჯიბეში გადავიდოთ. პირველი ლოკაცია არის თბილისი მოლი. საღამოს სავარაუდოდ დიდი ნაკადი შემოვა მანქანების თბილისში და აქეთ რო აღარ მოგვიწიოს საცობში დგომა. და ქალაქის ერთი დასაწყისიდან გამოვუყვებით მეორე დასაწყისამდე. მოლი რაც არიელია, შეხედოთ. როგორც გითხარით, დღეს არის დასვენების დღე, ორშაბათი და მოლი დაგვხვდა ნახევრად დაკეტილი. გამოვიდა ისე, რომ ფუჭად ვეწვიეთ თბილისი მოლს, ამიტომ შემდეგ ლოკაციამდე გადაიდო ჩემი ჭამა. ავედით. აქ ჯერ კიდევ არ ვიცოდით წინ რა გველოდა. შეხედეთ სად ვართ. კვარზე გადავდივართ იმისთვის, რომ საბოეში მივიდეთ, რომელიც მდებარეობს ზაჰესში, ავჭალაში. ოღონდ არ ვიცით, აი რუკას და წამოგვიყვანა და აი ესე უნდა მოვიდეთ. საბოის ძიებაში ისეთ ადგილებში მოგვიწია სიარული, სადაც აქამდე არ ვიყავით ნამყოფი. ეხლა მაგალითად ვართ სოფელ გლდანში და Google Map-ი გვეუბნება, რომ ზუსტად 1 წუთში ვიქნებით საბოის რესტორანთან. არაფერი ეთქობა, რომ აი ისეთ საბოი უნდა გაიჩითოს. ისეთ ადგილას ვართ, რომ აი აქ საბოი სად არის? ძალიან მინდა ჭამა და აი მაინც და მაინც ვერ შევხვდით ჯერჯერობით ამ საბოის. მოვედით საბოისთან. აი ამ ლურჯში იქნება საბოი. საბოისთან მაქვს კითხვა. რატომ ძევს ეს პინი აი აქ? აბა საბოი. 47 წუთია რაც სახლიდან გამოვედით და ჯერჯერობით შივრები ვართ. ძალიან მინდა ჭამა. სმა და საბოი. ამ კორპუსს რა შეემთხვა? რაღაც ძალიან ცუდად გამოიყურება. ისევ იმედით და ცოტა მშივრები მივიწევთ წინ და ცოტა საბოია. და იყოს ესეც საბოი, რატო ვერ ხედავ ლაჟიკო? რა ის რა არის? სირცხვილია, ბიჭო, სირცხვილია. ზეთი შეგიძლია ჭამო? ავის მაგივრად. ო, კაი, შავი ზეთი, კაფილტრული ზეთი. მესამე ლოკაცია და ისევ ორი თავიანთი შეცდომით ერთ დღევანდელი დღესთან გამომდინარე და გასაგებია. აი ვერ წარმოვიდგენდი რომ 3 ლოკაციაზე მივიდოდით და კიდევ მშიერი წამოვიდოდი. აი აქ ხო ვიყავით. ეხლა აჩვენებს კიდე აქ საბოის. მეშინია უკვე. იმედია მან მაინც იქნება და დავაპურებ ჩემ მეუღლეს, თორე გამიგიჟდება უკვე. აღარ მინდა არჩენი ვიდეო, მინდა არჩენი არაფერი მინდაო. გამოჩნდა Subway არმჯერა, რომელიც ღია და ნამდვილად არსებობს. რადგან მხოლოდ ერთი რაღაცის შეკვეთის უფლება მაქვს, გადავწყვიტეთ რომ შეგვეკვეთა სენდვიჩი და შემდეგ ლოკაციაზე დავლიოთ ხავა. ჩემთვის საუზმე არის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება და ყველაზე მეტად მიყვარს. დილით შიმშილი მაღვიძებს ხოლმე, ამიტომ ძალიან მინდა და ეხლა ჭამა და იმედია გემრიელ სენდვიჩს დაგვიმზადებენ. მე საბოი მიყვარს ხოლმე და მაქვს საბოის იმედი. გავიღეთ პატარა სენდვიჩი, რადგან სადღაც დაახლოებით 15 ობიექტს უნდა ვესტუმროთ. სადღაც თავები უნდა შევინახოთ შემონინი. თორე მთელი დღე წინ გვაქვს. ეგრე არ გამოვა. ძალიან მალე მოუწევს ყავას. ხიდის იქით არის მეორე რესტორანი. ხიდის იქით არის ყავა. პირველი სენდვიჩი, ნანატრის სენდვიჩი. ჩემიდან იმის საყვარელი საბოი. სწორედ ამიტომ გავაკეთოთ ვიდეო საბოიზე და არა პარამეზე, მაგრამ რატომაც არა.
გაგვიწერეთ გეგმაში სხვა რაღაცებიც გვაქვს. თქვენთვის რომელი უფრო სასიამოვნო და საინტერესო სანახავი იქნებოდა? მე ვფიქრობ McDonald's-ის challenge-იც საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ თბილისში საკმაოდ ბევრი ახალი McDonald's-ი გაიხსნა და ბატონმა თემურმა კარგი McDonald's-ები გახსნა ახალ-ახალი და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საჭმელია სენდვიჩი და არაწუებს იმედებს. შესანიშნავია. ძალიან ბევრი соуსი აქვს და მაგიტოა ესეთი გემრიელი. აუ ზუსტად ერთნაირად რომ მოვკვიჩეთ. ძალიან კაია. მაგარია, სუპერია. соуსები ბოსტნეული ქათამი არაფერი არ არის დანანებული. ყველაფერი ძალიან კარგად და უხვად აქვს. წავედით ახლა ყავაზე. შემდეგი Subway. მივირთმევთ ყავას. ესეც ჩვენი კაპუჩინო. კაპუჩინა ბალერინა. თუ ბომბარდირო კროკოდილო. კაპუჩინო ბალერინა. პირველად სვამ Subway-ის ყავას კაპუჩინოს და სხვათა შორის გემრიელია. ცხელი იყო, ენა დამწვა. რატომღაც Subway არასოცირდება ხოლმე ყავასთან და ამიტომ ალბათ არც გამისინჯავს, მაგრამ მომეწონა. Subway მხოლოდ სენდვიჩებთან და აი ძალიან მაგარ ქუქებთან. შემდეგი პროდუქტი უკვე იქნება ქუქის. ავედით ქუქებზე. ქუქებზე. მოვედით შემდეგ Subway-ში და გაგიკვირდებათ, ვიცი, მაგრამ აი ესეთი სიტუაცია არის. სად არის Subway? ვერ ჩამევიტანეთ. რატო არ პირი დასმული აი ამნაირ ადგილზე, სადაც არც კი ყოფილა უდესმე, შეიძლება იდგა და მე დაავიწყდათ წაშლა არ, ანუ აქ არასდროს არ ყოფილა Subway. მესამე ლოკაცია არის, სადაც დასმულია პირი და არ არის. არ ეკადრება Subway-ს. მოვედით შემდეგ ლოკაციაზე. აბა რა მოგვიტანენ უცა? ორი ქუქი ავიღე. ახლა კარგად გამოიყურება. ჩემთვის შევკვეთე ჟოლოთი. Cheers. აი და პური. კაფილი გული. მოვედით შემდეგ Subway-თან. უშაქრო რამე. Coca-Cola Zeros. მაგრამ არ იქნებათ Coca-Cola. ბატონო თემურ, მადლობა ასეთი ღვთიური სასმელის შექმნისთვის. მადლობა ბატონო თემურ. მადლობა ბატონო თემურ. არ გადამესხეს. ესეც შემდეგი Subway. და ესეც მე ანუ შეხედეთ რა ცოტაა შიგნით ამ ხელაყურში. საშუალო არის ეს, ანუ საშუალო. საშუალო ზომა. 1 2 3 4 5 6 7 ცალი კარტოფილია. მაგრამ ფორმა ძალიან ლამაზი აქვს. აუ ეს ძალიან მეწყინა რა. აი ამ ხელაყურში 7 ცალი კარტოფილი რა არის? კაი, დავაგემოვნოთ. კეჩუპი უფრო მეტია ვიდრე კარტოფილი. ფორმა მართლა ლამაზი აქვს. ვაკოცინოთ ხარ. ძალიან ხმელია, მაგრამ ძალიან ხრაშუნაა. კეჩუპი კარგია. მაგრამ არაფერს გემოარა აქ ამ კარტოფილს მარილის გარდა. მე არ მომეწონა. ისე რა. ფორმა უფრო კარგია აქ ვიდრე გემო. ხო. სადღაც 2 საათ ნახევარი გავიდა უკვე რაც challenge-ი ვარ. მოვედით შემდეგ Subway-ში, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება დამეთანხმებით. მოდი რამე განსაკუთრებული შევკვეთოთ აქ, რამე ახალი სალათი, ლაიმის. რაღაცა საინტერესოდ გამოიყურება, მე მგონი. ხოთა შორის მართლა ძალიან ლამაზი ფილიალია. ეს არის მწვანე სალათი, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება და თან სწრაფად დაგვიმზადეს. სათხარ დავაგემო. ყველაფერი მწვანეა გარდა მაიონეზის. აუ. გემრიელია. ლაიმიც ხატა იქ და ლაიმი აქ მოწებული? არა. მე მგონი ლაიმი კი არა, ავოკადო იყო. ავოკადო იყო, მას ლაიმი. შეგვეჟალო. ლაიმს ხა მელასაც უნდა ისე ვამდებოდაო, იცით როგორ არის? ელგან ლიმონს და ლაიმს ხედავს. რა, ეგრეა. უბრალოდ соуსების ხარჯზე რამდენად ჯანსაღი გამოდის არ ვიცი, მაგრამ ალბათ მაინც ჯანსაღში გადის. ცხიმი და გლუტენი და რაღაცები არ აქვს. სალათია სალათის პირობაზე ძალიან კაია, მშვენიერია. და აისბერგიც არის ძალიან ხრაშუნა. კი, ძალიან. ერთი მნიშვნელოვანი რაღაცის თქმა დაგვიწვა. ეს ვიდეო არ არის არანაირად Subway-ის ან რამის რეკლამა. არც დასპონსორებული, არც შეკვეთილი არაფერი ჩვენი ნებით, ჩვენი challenge-ის ამბავში. ამიტომ არის ფიქრობთ, რომ Subway-ის დაკვეთილი რეკლამაა. არანაირად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ხა რეკლამა რო იყოს დაკვეთილი იმ ფრიზე ვარ გამოილანძღებოდა ესე. არა, ისედაც რა, ანუ ყოველთვის ჩვენ ვცდილობთ ნინი თავისი კარიერის განმავლობაში იმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ რაც არის ის თქვას და მისი მაყურებელი, მისი გამომწერები ყოველთვის დამეთანხმებიან რომ ისეთ რაღაცებს იღებენ რჩევად, რაც ნინიმ გამოსცადა და რეალურად რაც არის ზუსტად იმას ჰღაღადებს და
გადახდილია თუ გადაუხდელი არ აქვს მნიშვნელობა, რაც არის იმას ამბობს. ეს აქამდე ყოველთვის ესე იყო და ესეც იქნება. ამით ფასობს. მაგრამ რეკლამა თუ უნდა Whistles and Subways არ არის პრობლემა. არანაირი. სამსაკლია 20 წუთი უკვე საბურთალოზე ვართ და დოლიძის ფილიალს ვუახლოვდებით, როგორც ხედავთ. გვიფუჭდება ამინდი. ხოთეშორის არსად არ იყო რიგები ისე, სადაც მივედით ეგრევე შეუყვეთეს თითქმის და დიაური დრო ავარჩიეთ, რა გინდა? არც საცობები, მანქანასაც ვაჩერებთ. ყველგან. რიგები არ არის თქო და აქ მოგვიწია მაინც. პატარა რიგი. რა შევუკვეთოთ? კეჩუპი. ვიღებთ კეჩუპს. კეჩუპია ჩვენი მეგობარო. ადლობა. გაიხარე. გაიღიმა იმის ეგ. კეჩუპია ჩვენი მეგობარო, კეჩუპი. გაუკვირდა კაც, ალბათ თავისი კარიერის ყველაზე უცნაური შეკვეთა მიიღო, ალბათ. და მარტივი. რომელიც რაღაც 2 თუ 3 წამში დაამზადა. ეხა მზე გამოვიდა. ესეთი გიჟური ამინდი გვაქვს დღეს ჩვენ თბილისის ქალაქში. აი რომ მოვრჩებით ამ ჩელენჯს და გადაღებას. რას ფიქრობ, საბოი ისევ გვეყვარება? კი. ამის შემდეგ ვიყიდოთ კარტოფილი. და ნახოთ ისო საშუალო იყო, აბა დიდში რამდენი ცალი იქნება, ეგ დავთვალოთ. ხო, ხედავთ როგორი მზეა, მაგრამ თან წვიმს. დანარეული ამინდები გვაქვს. მოვუახლოვდით საბოის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ფილიალს. ყველაზე მარტივი შეკვეთა არ არის? პირველი ვარ თუ არა ვარ პირველი? და ესეთ შეკვეთისთვის აი მაიონეზი მინდა, კეჩუპი ან რაღაცა. სრული ჩაიფიქრე. მაიონეზი ხა ის კარტოფილი გვინდა. აქვე შეგახსენებთ ჩემი არხის გამოწერას, ძალიან გამიხარდება თქვენი მხარდაჭერა. გაგეცინებას და ეხლა უკვე ისეთი მზეა, რომ თვალებს ვეღარ ვახელ. ნახეთ რა მზეა. თვალე არ უნდა დამეტოვებინა მანქანაში. მეძინება რატომღაც არ ვიცი, ამიტომ ეხლაც ყავა შევუკვეთავ. და აი ეს არის გენაცვალე ყავაზე დამოკიდებული. ხედავ რა ცუდი ყოფილა? აქ რაზოს არ გამომივლია. პირველად ვარ ფეხით ამ ადგილას. ეს არის ჩვენი შემდეგი საბოი. მაგარი ლოკაცია კი აქ ტურისტებისთვის არა? როგორც ხედავთ, არც აქ არ არის რიგი და პირდაპირ ჩვენ ვართ. აი ცივილატერო გაგვთ აი ეგ იყოს. დღეს ვიღებთ ჩელენჯს YouTube-ისთვის. საბოის ყველა რესტორანში უნდა მივიდეთ. თქვენი აზრით მოვასწრებთ დღეს ყველა ფილიალს? თბილისში რაც არის? კი. ვერა? ნახოთ. თავსეირნობ, თან ჰაერზე ვარ, თან ყავას მივირთმევთ. გონი პაემანი გვაქვს არა? YouTube-ზე გვაქვს პაემანი. აღარ არ ვიცი. აქ რატო არის? იგი რიკოსთან ამე უფასოდ არის? აქ უკვე გრძნობდი დაღლას, მაგრამ იმ ვერას შემდეგ უფრო მეტი мотиваცია მომეცა, რომ ეს ჩელენჯი ბოლომდე მიგვეყვანა. აი გაზაფხული. East Point-ის Subway. მოვიდა ჩვენი კარტოფილი. და ვნახოთ ახლა რამდენი ცალი კარტოფილი იდება. აქ ცოტა მეტია. თუ ორი ზომა იყოს სტანდარტი და მედიუმი, ეს არის სტანდარტი. 1 2 3 4 5 6 7 8 9. 2 მეტია, 7 იყო იქო. უბრალოდ ცოტა დიდი ზომის კარტოფილებია თითქოს და ოდნავ შევსებული არ იყუთი, ხა ის ძალიან სარიელი იყო, რა სიტყვით თქვენ, ხო არის განსხვავება, თუ მე მეჩვენება. და ამ კარტოფილში გადავიხადე 4 და 95, 5 ლარი. 5 ლარი რამდენი კილო კარტოფილს იყიდია, ნუცა? უკვე 4 საათი სრულდება და 12-ის ნახევარზე გამოვედით ჩვენ სახლიდან. კიდე მოიღრუბლა და კიდე მეგორი უნდა გაწვიმდეს, მაგრამ რას ვიდავთ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ჩელენჯს. აი აქ ქვემოთ subscribe-ს დააჭირეთ. ძალიან გამიხარდება თქვენი მხარდაჭერა. აი რაში გამოგვადგა ჩვენი კეჩუპი და მაიონეზი. ეს კარტოფილი ძალიან ხმელია. აი ესე. მაიონეზი არ ხდება. დიდად არაფრის გემო არა აქვს მარილის გარდა. უბრალოდ კაი სახრაშუნო არა. სხვათა შორის კიდევ ერთი საბოი არის აქვე აეროპორტში, მაგრამ რა თქმა უნდა აეროპორტში არავინ არ შეგუშვებს ჩვენ. ამიტომ ლოგიკურად გვიწევს რომ გამოვტოვოთ და მივდივართ შემდეგ ლოკაციაზე, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში. ამ კარტოფილმა ისე მომაწყურა წყალი, რომ მე მგონი წყალი უნდა შევუკვეთოთ. მოვედით უკვე საბოის ჯავახეთის ფილიალში. სადაც არაფერი არ მდებარეობს. საბოის არანაირი ნასახი რომ არ არის. ბოლო ლოკაცია რაც არის, ბოლო ლოკაცია არის შემოტოვებული ძალიან განსხვავებული. არ დავასახელებ ჯერჯერობით რომელი იქნება ბოლო.
ახლა მოვედით ისეთ ლოკაციაზე, რომელიც საერთოდ არ არის აღნიშნული Google Maps-ში, უბრალოდ დავინახეთ მანქანიდან აბრა, უცებ გავაჩერეთ მანქანა და მოვედით Subway-ში. Google Maps-ის პინებს გადახედეთ და სადაც ხართ ის ადგილები აღნიშნეთ, სადაც არ ხართ წაშალეთ. მოვედით მეტეხის ხიდზე, სადაც ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ცუდი ამბავი მოხდა. და გემეშინია გადავა, მალე გადავიდეთ. წადი ბიჭო. დღეს ხოთაშორის პარკინგებშიც გვიმართლებს. ძალიან ბევრი ტურისტები არიან ხოთაშორის. ჩვენს ტურისტებივით მოვედით. ცეზარის ვრეპი იყოს თუ შეიძლება. არასდროს არ გამისინჯავს ეს ცეზარის ვრეპი. ხალხი რომ იყურებს, ცოტა მწხვენია. თქვენ მოგერიდებოდათ ჩემს ადგილას? ვიდეოს გადაღებისას რო გიყურებენ? ლაშას ნავარაუდები 5 საათი უკვე გავიდა. დავარაუდოთ ჩემი 7:30-ით ჩაგვივლის. ბევრი ფილიალი ქონია Subway-ს თბილისში. იმ გვაქვს კიდევ საბურთალო და ვაკ. ესეც ჩემი ცეზარის ვრეპი, რომელსაც პირველად ვაგემოვნებ. ვაუ. დამიწერეთ კომენტარებში, რომელია თქვენი საყვარელი სენდვიჩი ან ვრეპი, რასაც მიირთმევთ ხოლმე Subway-ში. ხოთაშორის არ არის ცუდი, ძალიან კაი соуსები აქვს, ძალიან მრავალფეროვანი გემოები აქვს, უბრალოდ ცოტა პური არის ჩემთვის ოდნავ სქელი. ძალიან ნაკლებად უფრო რამდენიმე ფენა იყო ალბათ შენი და მე რაც ჭამე სქელს ვერ დავარქვნოდი ნამდვილად. ამ ფილიალის თანამშრომლებმა გამოჩენა არ ისურვეს და ჩვენც შევუსრულეთ თხოვნა. ეს არის ნიტისთვის 2 ცალი ჟოლოს ქუქი. ხოდან ჟოლოსი გქონდა თანხმობს 2 ცალი ნიტის წავუღოთ. მე არაფერი აღარ მინდა საერთოდ და ალბათ არც შენ და მაგიტო ნიტი мама ეს შენია. ვაკეში მეორე Subway-ში. ცოტა დაგვეტყოთ დაღარა. ცოტა დავიღალეთ. რა, ამიდიც მოხდებს. რაც ქუქი შევუკვეთოთ. ედიან შოკოლადის რომელიცაა ის მოგეც მეგობარო. საკუთარი თავი წავახალისე მჟავე ჟელიბონებით. ნიტისო ჩელენჯი უყარს ეგარი ხარ. მოვედით შემდეგ Subway-ში, ვართ ვაჟაზე, შევუკვეთოთ რამე სალათი. გადავიხადეთ 11 და 95. დავაგემოვნებთ ბერძნულ სალათს. აი ეს გამოიყურება. მომეწონა. შემდეგი Subway, რომელსაც აქვს დრაივი. მონორიან. თურმე რემონტი მიმდინარეობს. აი ესეთი სიტუაცია ყოფილა შეგნით. წავედით ახლა ვაჟაზე, ძეგლის შემდეგ არის კიდევ ერთი ფილიალი. და ბოლო ფილიალს არ ვასახელებ. ძალიან ესეთია. განსაკუთრებული კი არა, განსხვავებული ადგილსამყოფელი აქვს. ალბათ უკვე მიხვდებოდით რომელიც არის, მაგრამ განსხვავებულია. მასაც ეთყობა სახეზე დაღლა. ბოლოსნა. ჩიპოტლე გავუკეთოთ და ხანი მუსტარდი კიდე და იგა. სან დავიღალე. ძალიან. ეს არის ბოლოს წინა. 12 წუთი არის, ან 18 არის ხა. 12 წუთში თუ მივალთ და შევუკვეთავთ, მე მოიგებს 1000 ლარს. და გაგვიანებ ხა სპეციალურად, რომ არ მოვასწროთ. დარჩა 2 წუთი, მე მგონი ვერ ვასწრებ. და ბოლო ფილიალი არის ლისის ტბის ფილიალი. დაგვრჩა 2 წუთი. გავაგვიანოთ ნინი თუ მივიყვანოთ. აი სად ვართ უკვე შევდივართ. შენ ეგრევე ჩახტი და ეგრევე მიდი. შეკვეთა მაინც თუ არა, იქ მაინც უნდა იდგე ხო? შეგვიშვით ქარა. 1 წუთი. მოწევა თუ მინდა გაიქეცი. გაფი ვართონი ვასწროთ. არ უნდა ვდობით. აი Subway-ში, აი თუ არ მოვასწარი, ჩამთვალეთ ახლა. მგონი უნდა ჩამითვალოთ. ზუსტად. ხო, იტყოთ დაურის. ესეც ჩემი შეკვეთა. შეეხლა მოდის, მე უკვე შეკვეთა გაკეთებული მაქვს. ჩემი სენდვიჩი თხოვები. და უკვე ამზადებენ კი. ზუსტად მოვედი და შევკვეთა ინდაურის სენდვიჩი. აჩა. მოიგო რა გინდათ, მიულს. მიულს ეს არის ბოლო შეკვეთა ინდაურის სენდვიჩი, რომელიც ახლა მომიმზადეს ლისზე. ჩემსაც შევექცევი მე, რომელიც ვაჟაზე ვიყიდეთ. ეს ძალიან კარგია ეს სტეიკ სენდვიჩი. მთელი თბილისი მოვიარეთ. რამდენი დავიარეთ? 120 კილომეტრზე მეტი, იმიტომ რომ მანქანაში რო ჩავშდებით, კიდე ზუსტად ვნახოთ. სურათს დავურთავთ კიდე მაგას. სახლიდან რო წამოვედით, დავინიშნე ეგ. კარგი. ნანი? იხეცა მიბღვერდა და მეცნიერები მომიშალა უწევ.
გავიარეთ აი ამდენი კილომეტრი, ვიყავით აი ამდენ ფილიალში და ვასრულებთ ჩვენს ჩელენჯს ლიშზე. დაგვიწერეთ კომენტარებში გავაგრძელოთ თუ არა მსგავსი ჩელენჯები და გამოწვევები. კარგად!